თანმიმდევრულობა ეს არის მე მგონი ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი და ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე ჩაშლილა იმის გამო, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ ყოფნიათ თანმიმდევრულობა. სწორედ ეს პოლიტიკური კონტექსტი არის, თუ გავიხსენებთ ანატომიას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები გასული გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის იმ 4-მა, რომელმაც გადალახა ეს ბარიერი, თქვა უარი ამ ფარსში მონაწილეობაზე, ფარსის აღიარებაზე და დაიწყო დელეგიტიმაციის პროცესი. ეს იყო ურთულესი გზა. ერთის მხრივ ეს გზა გადიოდა ჩვენი მოქალაქეების თავგანწირვაზე და იცით, რომ რამდენიმე ათეული ადამიანიანი სინდისის პატიმარი ახალგაზრდების ხედან ციხეში ასობით ადამიანი არის დასახიჩრებული სწორედ იმის გამო, რომ ამ გზას დაადგნენ. მეორეს მხრივ პოლიტიკურ პარტიებშიც უნდა ყოფილიყო ერთობა იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებს დაენახათ, რომ სწორედ ეს გზა არის სწორი და რომ ნამდვილად საქართველოს არჩევნებში მოხდა ისეთი რამ, რაც აიძულებს წამყვან პოლიტიკურ პარტიებს და ქართულ საზოგადოებას უარი უთხრან ამ პარლამენტს. რა შედეგები მივიღეთ ჩვენ ამ თვეების განმავლობაში? ეს შედეგები არის ის, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და გუშინ წინ მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, მეოთხე საპარლამენტო ასამბლეამ პირდაპირ უთხრა ქართულ ოცნებას, რომ გამოსავალი არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს იყო ყველას გზა, ყველანი სოლიდარულები ვიყავით აქ, მათ შორის ლელო, კიდევ ის პარტიები, რომლებმაც არ გადალახეს, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები. აი ამ გზაზე თქვა უარი დღევანდელი ბრიფინგით ლელომ. მან თქვა, რომ ეს გზა არის ფუჭი, ახალგაზრდების თავგანწირვა არის ფუჭი და ახლა ის გადადის რეჟიმთან კოლაბორაციის გზაზე. ასე დაინახეთ? სწორედ ასე, იმიტომ რომ გუშინ გამოვიდა ეგრეთ წოდებული პრიორიტეტში ისევ რჩება საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და შეუძლებელია პრიორიტეტში რჩებოდეს საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტი და შენ მონაწილეობას იღებდე ამ არჩევნების შედეგად დანიშნული პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში. ეს არის აქსიომა. ოცნების მიერ დანიშნული იქნებოდა. გასაგებია, მაგრამ ხო იმიტომ გამოუცხადეთ, რომ ის იყო გაყალბებული არჩევნები და გაყალბებული არჩევნების შედეგად ყოველგვარი პირდაპირი არჩევანის გარეშე, ხო? აირჩიეს ყაველაშვილი, გუშინ ამ ყაველაშვილმა მიმართა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და უთხრა სავსებით ცხადად, ვისაც სურს თავისუფლება, ციხიდან გამოსვლა, მან უნდა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. დღეს პარტია ლელო გამოეხმაურა თავისი ბრიფინგით ყაველაშვილის მიმართვას და უთხრა, რომ ჩვენ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დღესავით სპეციალურად ითქვა ყაველაშვილის მიერ მათ ჰქონდათ დაგეგმილი პრინციპში ეს პოზიცია მანამდე იყო. მე რაც ვიცი, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, აი ამ ეთერში მოусმინე ბატონ მამუკა ხაზარაძეს, ახლავე ვამბობ, რომ მისი პატიმრობა, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძის პატიმრობა და ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის, ნიკა გვარამიასი, ნიკა მელიას პატიმრობა, ყველასი, ვინც იქ არის, ეს არის აი ენით აუწერელი პოლიტიკური ანგარიშწორება, ამ თვალსაზრისით ახლა შემიძლია მათ სოლიდარობა გამოუცხადო, მაგრამ მაშინ ბატონი მამუკა ამბობდა, რომ გიჟი არავინ არ არის, რომ ერთობის გარეშე გავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამას იმეორებდა უკლებლივ ყველა სპიკერი, რომელიც გამოდიოდა ლელოს სახელით. მაშინ რამ გამოიწვია ეს მეტამორფოზა იმ შეთავაზების შემდეგ, რაც გუშინ მოვისმინეთ. ხო, ფაქტი არის, რომ არავითარი ერთობა არ არსებობს პოლიტიკური პარტიების, არამედ თუ ერთობა არ არსებობს, ის პარტიებიც კი, რომლებსაც არ გადაულახავთ საერთოდ ბარიერი, მაშინ ის პარტიებიც კი ბოიკოტის რეჟიმში არიან ახლა. მაშინ რამ გამოიწვია ასეთი სახეცვლილება? მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელი არის და ძალიან სამწუხარო არის, რომ ლელო ჩემი ღრმარწმენით დღევანდელი დღიდან აღარ არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ რაღაცა ერთი გზა არსებობს და მეორე გზა და მიზნამდე ორივე მიგვიყვანს რაღაცა. აქ არის უარყოფაზე საუბარი იმ მაგისტრალური ხაზის, რომელმაც უმაგალითო არნახული შედეგები მოიტანა. არასოდეს არ ყოფილა გახსოვთ 2020 წელსაც იყო საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ მთელი ევროპელები გვეუბნებოდნენ შარლ მიშელის მეთაურობით, რომ მაინც უნდა შეხვიდეთ ამ პარლამენტში.
ახლა მივიღეთ ვითარება აი ამ მართლა უმაგალითო პროტესტის შედეგად, ახალგაზრდების თავგანწირვის შედეგად. მთელი ევროპა გვეუბნება, რომ ჩასატარებელია ახალი არჩევნები და სწორედ მეორე დღეს, როდესაც ასეთი კოორდინირებული და ერთიანი ევროპის პოზიცია, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია იღებს გადაწყვეტილებას, რომ კოლაბორაციაში შევიდეს რეჟიმი. ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ ბოიკოტი არის ყველაზე სწორი თუ არა ერთადერთი გზა. თქვენ დაინახეთ 28 ნოემბრის შემდეგ რამდენად მოხდა ოპოზიციურად კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზება და ამ პროტესტს როგორც ამბობთ შედეგი ჰქონდა. იყო თუ არა შესაძლებელი რომ ყველა პარტია გაერთიანებულიყავით და არჩევნებზე მოქალაქეებისთვის გეთქვათ რომ შეგვიძლია ადგილობრივ არჩევნებში ასეთი მობილიზებით ჩვენ გამარჯვება, ისევე როგორც ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ საპარლამენტო არჩევნებში. არ იყო, იმიტომ რომ სრულიად ცხადი არის, აი ნონსენსი არის, რომ ქართული ოცნება ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დათმობს ხელისუფლებას. ცდელობა ერთიანობის როგორ არ იყო, მაგრამ ერთიანობას თავისთავადი ღირებულება ხო არა აქვს. ხო ადამიანები თუ ერთიანდებიან იმისთვის მოიპარონ, ეს არ არის კარგი ერთიანობა და თუ ერთიანდებიან ქვეყნის სასიკეთოდ, ეს არის კარგი ერთიანობა. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ უარყოთ ის გზა, რომელმაც მოიტანა ხელშესახები შედეგები და ავირჩიოთ სრულიად ბუნდოვანი რაღაც ადგილობრივი თვითმმართველობის გზა, სადაც კიდევ ოპოზიციური ერთობაც არ არსებობს და მაინც გადიხარ ამ არჩევნებზე, მე მაპატიეთ, მაგრამ ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ პარტიებმა ლელომ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ ივანიშვილის რეჟიმში მოძებნოს თავისი როლი. ეს როლი არის სტატისტის როლი, ეს არ არის მოთამაშის როლი. ეს არჩევნები ხომ ოპოზიციის მონაწილეობით მაინც ჩატარდებოდა ლელოს, რაც არ უნდა გადაეწყვიტა, იქ გახარიას პარტია, გირჩია და სხვა ალბათ ქართული ოცნებაც ასევე ოპოზიციურ პარტიებს გააჩნდა. პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გამოიხატა მეტნაკლებად ყველა სოციოლოგიური კვლევით, რაც ახლა ტარდება. არ მინდა შეგნებულად არ ვამბობ, რომ არჩევნების შედეგებში გამოიხატა და გადალახული პარტიები არიან. უბრალოდ აქ არის დილემა ასეთი, ან იმ ხალხის მხარეს, რომელმაც იბრძოლა ეს 8 თვე, სხვა შორის მინდა ამასაც ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი პროტესტი დაიწყო არა მაშინ, როდესაც ამათ არჩევნები გააყალბეს, არამედ მაშინ, როდესაც ცივილიზაციური საკითხი წამოიჭრა და თქვენ ახსენეთ 28 ნოემბერი სწორედ ეს არის ის დღე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპის გზაზე. ამიტომ ყველასთვის არის ასეთი არჩევანი. ხანდახან ძალიან მძიმე არის იმ გზაზე სიარული, რომელზეც ჩვენ ლელოსთვისაც ალბათ გეუბნება. მე კარგად მახსოვს, არ ვიცი, თქვენი ასაკის გამო ალბათ არ გახსოვთ ეს ამბები, მაგრამ 2003 წლის არ მახსოვს. ნოემბერში იყო სწორედ ეს დილემა, გაყავდა არჩევნები, შევარდნაძის პარლამენტის ლეგიტიმაცია სურდათ და მაშინ იყო ერთი ასეთი პარტია, ახალი მემარჯვენეები, რომლებმაც ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა ლეგიტიმაცია მიეცა შევარდნაძის რეჟიმისთვის. მას შემდეგ ეს პარტია აღარ არსებობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ძალიან სამწუხაროა ამ პარალელის გაკეთება რომ მიხდება, მაგრამ ლელოს დღევანდელი ნაბიჯი კოლაბორაციონიზმი ანტიხალხურ რეჟიმთან, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ რეჟიმთან და პროირანულ რეჟიმთან მე მიმაჩნია, რომ არის უმძიმესი შეცდომა. არ მგონია ევროპულ სტანდარტთან წინააღმდეგობაში იყოს არჩევნებში მონაწილეობა, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს. ეს არჩევნებია, რა თქმა უნდა, ეს არის ევროპული სტანდარტი, რაღაცნაირად ეს არ არის არჩევნები. რა პოზიციასაც აფიქსირებთ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს საუბრობთ მოწინააღმდეგის არგუმენტებზე უფრო მეტად. მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. პროტესტი არსებობს, თუმცა პროტესტი დღეს ამ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად უნდა ვთქვათ, რომ არის მაქსიმალურად დასუსტებული და წნეხი ყოველდღიურად იზრდება, კანონებს იღებს ქართული ოცნება, ლიდერებს აკავებს და ასე შემდეგ. რატომ ფიქრობთ, რომ აი ამ ფონზე საარჩევნო პროცესს მიღმა ყოფი პარტიის შემდეგ, მიღმა ყოფნის შემდეგ გაძლიერებული გამოხვალთ ადგილობრივი არჩევნების როდესაც ქართული ოცნება ლიდერებს აკავებს, დაასრულებს ოცნებას. ეს მის ძლიერებაზე არ მეუთითებს. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც ქართული ოცნება მართლაც გრძნობდა თავს, ძალიან ძლიერად, მას მართლა ჰქონდა სახალხო მხარდაჭერა წლების წინ და თუ გახსოვთ, მაშინ კანონებს
გამკაც კი არ ამკაცრებდნენ. პირიქით უფრო ლიბერალურს ხდიდან კანონმდებლობას. მაგალითად თუ 30 დღე იყო რაღაც დაკავების ვადა იქ 15 დღემდე შეცვალეს, ჯარიმების ოდენობას ამცირებდნენ. ახლა როდესაც ისინი აი მართლა დრაკონულ ჯარიმების შემოაქვთ 5000 ლარი. ეს არის სისუსტის გამოხატულება. ეს არ მეტყველებს პოლიტიკურ ძალაზე. პირიქით არის ეს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად არ იკრიბება ათასობით ადამიანი, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ რუსთაველის გამზირი არის გული ეხლა მთელი წინააღმდეგობის მოძრაობის და დადგება დღეები და ბევრჯერ გვინახავს ამ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც 10, 20, 30, 50000 ადამიანი გამოსულა ამ მოთხოვნების მხარდასაჭერად. ამიტომ საკუთარ ხალხში ეჭვის შეტანა ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პოლიტიკოს დაემართოს. ბოიკოტით როგორ ამარცხებთ ბატონ ნუგზარ? აი სწორედ ასე. ხედავთ როგორი კრიზისი არის ქვეყანაში. არსებობს ერთპარტიული პარლამენტი, აღიარება მას არ აქვს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც კი. თქვენსავით ვერ შევა რომელიმე აეროპორტში და ვერ გაფრინდება ევროპაში. მას სპეციალურად უნდა მიმართოს ამა თუ იმ ქვეყანას. თქვენ ხედავთ რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთი, ყაზახეთი და ხდება ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს კიდე რომლის სახელი არავის არ სმენია, მათ შორის პოლიტიკაში გათვითცნობიერებულ ადამიანებსაც. ეს არის სრული კრიზისის გამოხატულება და ეს ადასტურებს იმას, რომ ის უტეხობა, ის წინააღმდეგობის სული, რომელიც არსებობს ჩვენ საზოგადოებაში, აღწევს შედეგებს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ეს რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში. აი ეს კრიზისი მას აწუხებს თქვენი აზრით, ქართული ოცნება, რომელიც ვერ შედის. რა თქმა უნდა. მაშინ რა სჭირდება მას არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა და რაღაც პარტნიორებისთვის ნორმალიზების. სწორედ მაგიტომ რომ თქვას რომ რაღაცა ლეგიტიმურობა გაჩნდა რაღაცა ნორმალიზაციის ნიშნები, რომ უთხრან დასავლელ პარტნიორებს, კაცო თქვენ რა გინდათ, რატომ ხართ ასეთი მკაცრები, როდესაც აგერ ერთი პოლიტიკური პარტია, მეორე პოლიტიკური პარტია, მეხუთე პოლიტიკური პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას. და აი ამიტომ მოხდა ეს ამბავიც, მაგრამ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ქართულ ხალხთან საუბრის დროს, მის სწრაფებებთან რაღაცა ოპერირების დროს უნდა ახსოვდეს თუ რამხელა ბრძოლა და ომი გამოიარა ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არ არის რაღაცა საბანკო პროცენტი, რომელსაც როგორც გინდა ისე დააჯამებ. ქართული ხალხის წინააღმდეგობა არის ის, რომელიც წმენის გარეშე გამარჯვების მიღწევა ვერავის ვერ გამოუვა. მე გითხარით ერთი მაგალითი, როგორ დაიკარგა მთლიანად ერთი პოლიტიკური პარტია, ეს არის ახალი მემარჯვენეები, როდესაც გადაუდგა ხალხს და აი ახლა ლელომ ამ კოლაბორაციის შემდეგ ანტიხალხურ რეჟიმთან მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად ასრულებს მის როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. გაწუხებთ ლელო გაქრება თუ არა? ან რატომ გაწუხებთ? მე მაწუხებს ის, რომ ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობას გამოაკლდნენ პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ იმას, რასაც თქვენი შეკითხვის პასუხად ვიტყვი და დავასრულებ, რასაც მეუბნები, რას აპირებს ჩვენ აი მაგალითად რამდენიმე დღე არის ვიყავით სხვადასხვა რეგიონებში საქართველოში და აი როდესაც ვიწყებდით საუბარს, გვაწყვეტინებდნენ და გვეუბნებოდნენ სხვა რამე რომ გეთქვათ. გარდა ბოიკოტისა, გარდა წინააღმდეგობის გაძლიერებისა, ჩვენ აღარ ვიქნებოდით ამ პარტიის წევრები. ეს არის მთელი ქართული საზოგადოების. ალბათ ყველა პარტია საკუთარი ამომრჩევლიდან ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ერთობაზე საუბრის თქვენი გადაცემაც ხო ამით გახსენით, რომ წამყვანმა ლიდერებმა დაიწყეს ლელოს დატოვება. ეს არის სრულიად ცხადი ნიშანი იმისა, რომ ქართული ხალხის ნების წინააღმდეგ შეუძლებელია პოლიტიკური წარმატების. მადლობა ნუგზარ წეკლაურს.